დავით სარაჯიშვილის ანდერძი. სიკვდილის შემდეგ გაგრძელებული სიცოცხლე. იცოდით, რომ საქართველოში არსებობდა ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ქონება, მილიონობით ოქროს მანეთი საკუთარ ერს დაუტოვა. ეს იყო დავით სარაჯიშვილი, რომლის ანდერძმაც 1911 წელს მთელი ქვეყანა გააოგნა. სარაჯიშვილმა იცოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო, ამიტომ ანდერძი უდიდესი სიზუსტით შეადგინა. მან თითქმის 3 მილიონი მანეთი გასცა ქველმოქმედებაზე, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი თანხა იყო. მისი ანდერძით ფინანსდებოდა ყველაფერი, რაც ქართულ იდენტობას ინარჩუნებდა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ქართული თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და ეკლესია-მონასტრების რესტავრაცია. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი ზრუნვა განათლებაზე. სარაჯიშვილმა დააწესა სტიპენდიები ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რათა მათ ევროპაში მიეღოთ განათლება. სწორედ მისი დახმარებით შეძლეს სწავლა ისეთმა გენიოსებმა, როგორიც იყვნენ ზაქარია ფალიაშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე და მრავალი სხვა. მან საკუთარი მეუღლეც კი არ დაივიწყა და მას იმდენი ქონება დაუტოვა, რომ სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველად ეცხოვრა. თუმცა ძირითადი კაპიტალი მაინც საზოგადოებრივ საქმეს მოახმარა. დავით სარაჯიშვილის ანდერძი იყო არა მხოლოდ ფინანსური დოკუმენტი, არამედ მანიფესტი იმისა, თუ როგორ უნდა უყვარდეს ბიზნესმენს თავისი ქვეყანა. მან დაამტკიცა, რომ ნამდვილი სიმდიდრე არა დაგროვებაში, არამედ გაცემაშია. მისი გარდაცვალების დღეს თბილისში გლოვა გამოცხადდა, რადგან ხალხმა დაკარგა დიდი მამულიშვილი, რომელმაც ქართულ კულტურას მომავალი 10 წლეულების განმავლობაში არსებობის გარანტია მისცა. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, რომელი თანამედროვე ქართველი ქველმოქმედი გახსენდებათ დავით სარაჯიშვილის მსგავსი. გამოიწერეთ დროის მიღმა.